გერმანიასთან ურთიერთობების პერსპექტივაზე რას ფიქრობთ, ეს გითხარით და რატომ მინდა აქცენტის გაკეთება გერმანიაზე, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაზე, გეცოდინებათ, რომ ათთვიანი ლოდინის შემდეგ გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია დღეს როგორც იქნა მიიღო გერმანიის პრეზიდენტმა და მას გადაეცა რწმუნებათა სიგელი. გარდა ამისა, როგორც ითქვა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მითითებული ინფორმაცია ჩაასწორა. უпроსტად პრეზიდენტად ამ დრომდე არ არის მითითებული მიხეილ ყაველაშვილი, თუმცა აღარც სალომე ზურაბიშვილს მოიხსენებენ ამ სტატუსით და საქართველოს პრეზიდენტის შესახებ მოკლედ საერთოდ არაფერს წერს გერმანიის საგარეო უწყება. აი რას შეიძლება ნიშნავდეს ეს გარემოებები? ახლა ეს გითხარით, რამდენად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაღაც ახალი მოხდება ორი ქვეყნის ურთიერთობაში, მით უფრო მას შემდეგ, რაც წავიდა პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში, იმიტომ რომ ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინი გაჩნდა მართლ პარტიაში სწორედ ბატონი ფიშერის წასვლის ვალდაკვა. ასე ვთქვათ, ოპტიმისტური არ ვიქნები ოცნებასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს დე-ფაქტო ხელისუფლება არ იქნება როგორც დე-ფაქტო ხელისუფლება. ახლა გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილი მე მიმაჩნია ლეგიტიმურ ხელისუფლებად, მიმაჩნია, რომ მისი პრეზიდენტის მანდატი არ არის შეწყვეტილი, იმიტომ რომ ის, ვინც აერჩია ყაველაშვილი, არის ყოფილამოსილი, მაგრამ ფაქტობრივი რეალობა და გარემოება არის, რომ ის ზის პრეზიდენტის სასახლეში. ამ მოცემულობას საერთაშორისო დონეზე რაღაცა მიმღებლობა ექნება. ახლა ყველას გვესმის, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ხდება კომუნიკაციები. მაგრამ მე გამოვრიცხავ იმას, რომ რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ ერთადერთი იყო უნგრეთი, რომელიც ორბანის პირობებში ამათ კოჩს უგორობდა, რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ ის სტანდარტები ადამიანის უფლებების და ის სტანდარტები პოლიტიკური ურთიერთობის, რაც დაადგინა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მიიღოს. კი, კომუნიკაცია შეიძლება იყოს, მაგრამ ამ კომუნიკაციას ნუ ჩავთვლით იმაზე მეტად, ვიდრე კომუნიკაცია და რაღაცა ფაქტობრივი ურთიერთობები არის. რეალობა არის, რომ ევროპაში ასეთი ფორმის სისტემას აქვს. საუბარი სულ არ არის იმაზე, ოცნებას ეს გაუხანგრძლივებს თავის არსებობას, არ გაუხანგრძლივებს. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ყოველთვის ხალხს უსვამდეთ იმას, რომ საქართველოს ამ მოდელით ევროპის ნაწილი ვერ გახდება. კი, შეიძლება ჩრდილოეთ კორეაშიც დე-ფაქტო რეალობა აღიაროს ვიღაცამ და ძალიან ბევრი ქვეყანაში არ არის დემოკრატია და არის საერთაშორისო ურთიერთობები, იმიტომ რომ არის რაღაცა პრაქტიკული საჭიროება ამ ურთიერთობების, მაგრამ საქართველოს იმ ოჯახის ნაწილი რო აღარ არის, ამაზე ხაზგასმით არის უკვე ყველაფერი დაფიქსირებული. მე გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ევროპულ ქვეყანას თანამათმა რაღაცა დონეზე ისე დაალაგონ ურთიერთობები, რომ იმ ქვეყანამ საქართველოს ამ მოდელით და ამ ფორმაციით მიიღოს, ეს რეჟიმი არის ერთმნიშვნელოვნად დანაშაულებრივი, ადამიანის უფლებები ქვეყანაში ირღვევა, ამიტომ მოცემულობა ამათთვის მხოლოდ გაუარესდება. მე არ ველოდები იმას, რომ ვაშინგტონშიც მინდა რომ გადავიდეთ და ახლა უკვე ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის გამოფხიზნაზე ვისაუბროთ, რომელიც დღეს გახდა ხო ცნობილი, მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ და მასში აღმოჩნდა, რომ საქართველოს შესახებაც გაკეთდა ჩანაწერი. კერძოდ თავდაცვის მინისტრმა უნდა მოამზადოს ანგარიში, რომელშიც გამოკვლეული იქნება რუსული და ჩინური სადაზვერო ელემენტების და მათი აქტივების შეღწევა საქართველოში. მეორე მხრივ კი სახელმწიფო მდივანმა უნდა წარადგინოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების 5 წლიანი სტრატეგია, რომელიც მოიცავს საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური გარემოს შეფასებას და ასევე მოიცავს შეფასებას დარჩეს თუ არა საქართველოს ევროპისა და ევრაზიის რეგიონში ამერიკის დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ მიმღებად. აი რა ტიპის დასკვნებს უნდა ველოდოთ თავდაცვის და სახელმწიფო მდივნებისგან და რა ხდება მაშინ ვაი-თუ ისინი კარგს არაფერს დაგვიწერენ? არა, მე მგონი ახლა მას ძალიან რიტორიკული კითხვები ახლა ჩემგან რაღაც დამატებითი ახსნა არ ჭირდება. არის გზავნილები, რომელიც ითხოვს არა რაპორტებს, არამედ მოქმედებას. იქ თუ დაიწერება ეს რეალობა, ახლა რეალობა ყველა მიცის, ამერიკამაც იცის, საქართველოში რეალურად რა ხდება, ხო? ახლა ჩვენ აქ რაპორტიც არ უნდა გავაგზავნოთ, ერთხელ პოლიცსაბჭოს ივანიშვილმა უსაყვედურა თამნაჩუგოშვილს, რომ შენი ბრალია რომ საფრანგეთის საელჩო ჩემზე ცუდი აზრის ავდა თამნამთხრა ჩემთან რა გინდა იმათ ჩემს გადასვლაც საყავსო საკონტაქტო პირებიო და მე ტყუილს ვერ ვეტყვიო და სიმართლე უჩემოთაც არ აციციან. ახლა საუბარი იმაზე რომ საქართველოს მხრიდან იქნება
რაღაცა ცური ინფორმაციები ამერიკელების მისამართით, ევროპელების მისამართით, ისინი ამას მიიღებენ როგორც მოცემულობას, ასეთი გულუბრყულობი ნოიქნებით რა. ეს არ არის საერთაშორისო პოლიტიკა. ისინი ინფორმაციას იღებენ ბევრი წყაროდან და ეს არ არის რაღაცა რაპორტის მოთხოვნის ვალდებულება რა. საშინაო დავალება არ გულისხმობს იმას, რომ საშინაო წახვიდე და დაწერო რაღაცა ტექსტი, გადაწერო სხვისი დაწერილი, ან გეუბნებიან რომ შენ უნდა საშინაო დავალება არის, რომ შენ უნდა შეასრულო ეს დავალება ისე, რომ გახდა იმათი მოთხოვნების, იმათი სტანდარტების ადეკვატური. ეს სტანდარტები მოიცავს ძალიან ბევრ რაღაცას და მათ შორის მოიცავს სამართლიან არჩევნებს და ადამიანის უფლებების დაცვას. და შენ არ უნდა გყავდეს პოლიტპატიმრები. თუ ჩვენ ამაზე იგნორირებას ვაპირებთ და გონია რომ შეიძლება ჩვეულებრივად მიგვიღონ ისეთი როგორც ვარ. კეთილი. ეს არ მოხდება. ეს პერსპექტივა, აი მე მესმის რომ ყველა ელოდება ამას, რომ გერმანია, ან ამერიკა, ან ევროკავშირი, ან ვინმე საქართველოს მიიღებს ასე. აი ამ კონტექსტში ჩაგიკითხებით სწორედ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის განხილვა, რომელიც ერთი თვის წინ დაჩქარდა, აი ახლა ვიგებთ რომ დაპაუზდა და შემოდგომამდე პროცესები აღარ ჩაინიშნება, ხო? შეიძლება ეს გადაწყვეტილება გავიგოთ იმდაგვარად, რომ აი ქართული ოცნება იწყებს, ასე ვთქვათ, ვაშინგტონის მოსმენას, თუ კი რა თქმა უნდა, ოპონენტებთან დაკავშირებული დევნა სამართლებრივი, ეს შეიძლება ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დასახელებულ პირობებს შორის ერთ-ერთი. აი თქვენ კოალიციას ცვლილებებისთვის წარმოადგენთ, რომ თქვენი 4-ვე ლიდერი კი აი სწორედ საბოტაჟის, ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პირია, ხო? აი გუშინ გავიგეთ, რომ განაჩენი, რასაც თავად ბრალდებულები აგვისტოს ბოლოს ელოდებოდნენ და მეტიც პატიმრობის მოლოდინი ჰქონდათ, აღარ იქნება აგვისტოს ბოლოს და პროცესი დაპაუზდა, გადაიდო საქმის განხილვა შემოდგომამდე. რას შეიძლება ეს გადაწყვეტილება ნიშნავდეს? ან რატომ დააჩქარეს, ან შემდეგ რატომ გააჩერეს და რა შეიძლება ხდებოდეს აი ამ ბრალდებული პოლიტიკოსების ბედთან დაკავშირებით პოლიტიკურ კულუარებში? არა, ის რომ აქ პოლიტიკოსები უბრალოდ ძევლის როლშია, ეს არის ბელორუსის სტანდარტიც, ეს არ არის ამათი მოგონილი. ამათ გონიათ რომ ენით უნდა ელაპარაკონ ამერიკელებს და ევროპელებს. ესე იგი, თუ ისინი გამოუშვებენ პოლიტპატიმრებს, არალეგიტიმური პარლამენტი უნდა შეარჩინონ, უკაცრავად ამ ფორმულირებაზე, მაგრამ რეალურად ასეთი ვაჭრობის სისტემა რო გააქვს, ჯერ ერთი მე არ მახსენდება ქვეყანა, რომ ამ ვაჭრობის რეჟიმში მან ბოლომდე შეძლო თავისი რეჟიმის შენარჩუნება. ახლო აღმოსავლეთშიც, ლათინ ამერიკაშიც რეჟიმები, რომლებიც აი ესე ელაპარაკებოდნენ დემოკრატიულ მსოფლიოს, საბოლოო ჯამში მარცხდებოდნენ და საქართველოს ვერ გახდება გამონაკლისი. უბრალოდ ამათ გონიათ, რომ ამით დროს იგებენ. რაღაცა დონეზე რა თქმა უნდა დროს იგებენ, იმიტომ რომ ისინი ქმნიან მოლაპარაკებების ილუზიას. ისინი უქმნიან დასავლეთში დაბეჭდილებას, რომ აი ხლა ნუ შემოხვალთ ჩვენთან კონფრონტაციაში და რაღაცას ჩვენ დავთმობთ. მაგრამ ეს ვაჭრობის რეჟიმი თავისთავად მიუღებელია როგორც საერთაშორისო პოლიტიკური სტანდარტებისთვის, ასევე საქართველოს შიდა მოხმარებისთვის. მე მაგას ვერანაირ სცენარში ვერ წარმოვიდგენ, რომ ამათ შეარჩინონ ის, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ როგორც რეჟიმი, რომელიც პოლიტიკოსებს იჭერს, რომელიც ჟურნალისტებს იჭერს. ამ კონტექსტში მაშინ კიდევ უფრო აქტუალურია კითხვა, რომელიც აი რამდენიმე წუთის წინ დავით ოსოფაშვილსაც დაუსვი და ახლა თქვენც იგივეს კითხავთ, აი რამდენად შეიძლება მაშინ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის განხილვის შეჩერება, ამ ეტაპზე შეჩერება ნიშნავდეს იმას, რომ ქართული ოცნება პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აღარ აპირებს. და თუ კი ასეთი განზრახვა ჰქონდა, ეს განზრახვა უკან მიაქვს და ასე ვთქვათ, მაშინ პოლიტიკური პატიმრები არ უნდა იყოს ქვეყანაში. ახლა როცა ნიკამელია და ელენე ხოშტერია ციხეშია, ახლა საუბარი იმაზე, რომ 4-დან 2 ლიდერი თუ ციხეშია, 2 თუ თავისუფალია, ამ ორის ხათრით ის ორი ვაპატიოთ თუ აი ჩვენ კოალიციას როგორ დამოკიდებულება უნდა ქონდეს ამისადმი, რომ ახლა ორი მაინც რო ყავს გარეთ, მოდი ამით ვიყოთ ბედნიერი. ერთი პოლიტპატიმარი თუ აქვს ქვეყანაში, იქ უკვე საუბარი იმაზე, რომ ეს ქვეყანა არის დემოკრატიული, გამორჩეული. ნუ მაშინ რამდენად შეიძლება ეს გადაწყვეტილება იყოს სიგნალი იმისა, რომ სხვა ადამიანებთან მიმართებაში არის ვაჭრობის მათი სტანდარტია ვაჭრობის, მაგრამ ვაჭრობის ეს სტანდარტი შენ დროს გაგებინებს, მაგრამ შინაარსობრივად არაფერს არ ცვლის. შენ რჩები სახელმწიფოდ, რომელიც
არ არჩენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელსაც ყავს პოლიტპატიმრები, რომელიც დევნის საკუთარ მოსახლეობას, რომელიც იყენებს ქიმიური იარაღს, ახლა იმ ქიმიური იარაღს გაუქმებენ, ის უკვე გამოიყენეს ხო უკვე, ხო? ის პატიმრობება, რომელიც უკვე მოიხადა ზურა ჯაფარიძემ და ნიკა გვარამემ, ახლა გაუქმდება, თუ ამაზე საქმეზე არ დაიჭერენ, ის ძველი საქმეებია, კანონიერი იყო, როდესმე, ახლა ელენე ხოშტარი და ნიკა მელე ისედაც ციხეში იმყოფებიან, ხო? ახლა ჩვენ თან ხვდებით იმაზე, რომ რომელი პოლიტიკოსი მომწონს თუ არ მომწონს, დღეს ყველა პოლიტიკოსი ციხეში ზის არა იმიტომ რომ დანაშაული ჩაედინა, არამედ იმიტომ რომ ეს რეჟიმი მას დევნის.